შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ომის მოლოდინში მეოთხე. მთელი მწვანილი სავსე იყო დაძაბული სურვილით ზრდისა, განვითარებისა, სინათლის და ჰაერის თანთქმით, მიწის ცხოვრების წვენის გადაქცევით ფერებში, სურნელებში, სილამაზეში, რომელიც გულსა და თვალს ეფერება. სიცოცხლე ყველაფერს ძლევს. მაქსიმ გორკი. იმ წელს ადრე გაზაფხულდა. მზიანი და თბილი დღეები დაიჭირა. ნასადილებს ჯარისკაცებს ქვეშსაგებელი მოედანზე გაემზეურებინათ. ლეიბზე წამოწყვილიყვნენ და მზით გამთფარი ნებივრობდნენ. ზოგსაც ძალა ერჩოდა, ჭიდაობდა, სიგრძეზე ხტოდა და ოთურმას გადადიოდა. კორნელი ვერის ბაღს გასცქეროდა. ჭერმის, ალუბლისა და ატმის აყვავებული ხეები ქოლგასავით გაშლილიყვნენ იისფერ ბურუსით მოფენილ მთის კალთებზე. გაზაფხულის მოახლოების ჭრეტა მშვენიერებისაკენ სწრაფვით ავსებდა კორნელის სულს და მარად მიუღწეվել სანეტარო შორეთისაკენ უხმობდა. მშვენიერებით მოჯადოებულ და გამიჯნურებულ ჭაბუკს გაზაფხული თითქოს აყვავებულ კალთაში აწვენდა. ყვავილთა სურნელებით ათრობდა, საამონიავის ჩურჩულისაგან შეთხზულ ნანას უმღეროდა და ტკბილად აძინებდა. ნეტარ ჰუმანში გადასულსა და ოცნებით გატაცებულ ჭაბუკს აყვავებულ ხეთა შორის მაყაშვილთა ასულის ნინოს სახე ეჩვენებოდა. ქალის სახე მთის კალთაზე მიფენილ იისფერ ბურუსის ზემოთ დგებოდა. მოწმენდილი ცის ტატნობზე გედის მკერდივით სუფთა ღრუბლების გუნდები მისცურავდნენ და მერმე მთის იქით გროვდებოდნენ. ღრუბლები კორნელის ოცნების მაგვარ ბუნდოვან სახეს ღებულობდნენ. ხანციხე კოშკები და შუბოსანი მხედრები აღიმართებოდნენ, ხან კიდევ ატოტებული ვეფხვები და ზღაპრული ქმნილებანი. მთის კალთებზე ხალიჩასავით მოფენილი მწვანე ბალახი ბიბინებდა. ბალახისა და ხის ფესვები 1000 ბაგით ეტანებოდნენ და ხრებდნენ წვიმით გამაძღარსა და გაჟღენთილ დედამიწიდან წვენსა და სიცოცხლის წყაროს. დედამიწიდან შესრუტული და შეხრეპილი წვენით გაჟღენთილი მცენარენი ნოყივრდებოდნენ და ახალი ცხოვრებისათვის ხელახლად იბადებოდნენ. ვაზის ლერწებზე და ხეთატოტებზე კვირტები იბორცვებოდნენ, ფუვდებოდნენ, სკდებოდნენ და ბოლოს ნორჩი ფოთლები პარკიდან ახალ გამოსული პეპლის ფრთებივით ეკიდებოდნენ. ჩიტები ჟივილით ეხვევოდნენ აყვავებული ხის ტოტებს, მარაოსავით გაშლილი და ზისხივებით გაისრული ფრთებითა და ჭარბი ტრფობით ედევნებოდნენ ერთმანეთს. თავლასთან დაბმულ ულახს ოქროსფერი ლამაზი ფაშატისათვის მოეკრა თვალი. წელი გაეზნიქა, ვარდისფერი ნესტოები გაებერა, ჭროღა თვალები ჩირაღდნებივით აღენთო,
კუდი და ფაფარი გაეფოფრა, გასაფრენად გამზადებული ხმამაღლა ჭიხვინებდა და ლაგამსა და აღვირს გლეჯდა. ქვეყანა და მასზე აღმოცენებული ყოველი არსი ახალ და მარად მდინარე ცხოვრებისათვის იღვიძებდა, ივსებოდა და იფურჩქნებოდა. ამ ზაფხულის მზიანსა და სატრფიალო დღეებს სრულიადაც არ შეეფერებოდა ყაზარმაში დამწყდეული ჭაბუკების მზადება ომისათვის, ომის მოლოდინი და სისხლის ხრა. დღეს კორნელი და სანდრო თავლაში მორიგეობდნენ. ბაგები გაესუფთავებინათ, დაეგავათ, ნეხვი გარეთ გაეტანათ, ცხენებისათვის ქერი მიეცათ და მერმე კუთხეში მიყრილ ზვინებზე გაშოტილიყვნენ. კორნელის ყაზარმაში საკითხავად მოტანილი წიგნი ფლობერის სალამბო გაეშალა და უკანასკნელი თავის მატოს კითხვა დაეწყო. გრიგოლ ცაგურიშვილი ჩვეულებისამებრ ცალგვერდად ცქერით გარინდულიყო. სანდრო და პეტრე კი კორნელის მიშტერებოდნენ. კორნელი სალბომის კითხვას ამთავრებდა. ჯარისკაცები სტუდენტები ძაფრად განიცდიდნენ გახურებული შანთებით და ჯაჭვების ცემით კართაგენის მხედართათვის მატოს წამებას. როდესაც ცოცხალ მკვდარი მატო საყვარელი ქალის სალამბოს ფეხთით დაეცა, მოგმა შაგაბარიმმა კერდი გაუპო, გული ამოღგლიჯა და ჩამავალ მზეს უჩვენა. მსმენელები აღელდნენ. ჯადოქარი მწერლის მხატრულმა ძალამ მაგიური გავლენა მოახდინა ჭაბუკებზე და წამებული მხედართ მთავარის მატოს სახე მათ სულსა და გულში სამუდამოდ აღიბეჭდა. ჭაბუკებმა წაკითხulis გამო აზრთა გაცვლა-გამოცვლა დაიწყეს. გრიგოლ ცაგურიშვილს ხშირი წარბები შეეყარნა და ცალგვერდა ცქერით ისევ სადღაც შორს იხედებოდა. თითქოს მიცემული ამოცანა უნდა გამოეყვანა ან დავიწყებულს იგონებსო. ჩურჩულებდა და ჩურჩული თქმულს დალეული ფანქრით უბის წიგნახში წერდა. საღამოს მეგობრები ახტაცებით უსმენდნენ მის ახალ ლექსს. გრიგოლი გაფითრდა. წვრილი და გრძელი თითები გიშრისფერ თმაში შეაცურა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. მატო ვისროლე თვალი ვით საფირონი, აწ ბედის წერას წინასწარ ხედავ, წავშალე შუბლზე ჯიღა მირონი, გადამავიწყდა სამშობლო დედა, მოკვდნენ ღმერთები იშტარტანიტი, დაინგრეს ღმერთთა კერპები, მარტო მიცდიან წლები ხელში დანითა, ვით კართაგენი მეც შენებრ მატო, აწ ყველა ღმერთი ჩემთვის ფუჭია, ავი მოლოხის დავგმე კერია, არც სამსურს ვიყო მატლი თუ ჭია, ჩემში 1000 გვარ ჰანგს უმღერია. წარსული ჟამი, ცხოვრება, ომი, მონობის შანთით დადაღულია, საუკუნენი უკან ღმუიან, ვით აფრიკაში დაჭრილი ლომი. ვიგონებ მე ჩემს დამღუპველ ამბორს, უდაბნოს მზეზე უფრო მხურვალეს, რომლითაც მაცდურ ოცნების გამო დნება გმირობა ვერ ვუმკურნალებ. ო ჰამილკარის ქალო სალამბო, შენ ფეხრთით კვდები მე ბარბაროსი, გულს შემომედო როგორც მალამო, გველი ჰიპონის შხამის ქაოსი, სისხლი ძარღვების გაპობას ლამობს,
თვალებს მიბრმავებს ღამე უკუნი მიყვარდა წუცე უფრო სამო ცხელი აფრიკის ველთა გუგუნი კორნელი წამოხტა და თრთოლვარე მეგობარი გადაჰკოცდა გმირის დაღუპვის მიზეზად გრიგოლს ქალი და ცდუნება მიაჩნდა ასეთ შეხედულებას სავსებით ეთანხმებოდა პლატონ მოგველაძე რომელმაც საგურიშვილის ლექსს მატოს გენიალური უწოდა და განაცხადა ღირსშესანიშნავი ლექსია ეუბნებოდა ის გრიგოლის მეგობრებს ყაზარმაში მართლაც ქალი სიმბოლოა გულგრილი ბუნებისა მამაკაცი კი ქალის ანტიპოდია იგი აქტიურია ინდივიდუალური სწრაფვის გონების ნებისა და გმირობის სათავე ქალი კი პასიურია კულტურა შექმნილია კაცთა მიერ ეს ორი ძალა პასიური და აქტიური ბუნება და კულტურა ანუ დიონისური და აპოლონური საწყისი საუკუნეთა მანძილზე ებრძვიან ერთმანეთს რომლის ნიშნის ქვეშ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორია და საბანიდგან დღევანდელამდე ეროტის შხამიანი ისრით დაიღუპნენ ყველა ქვეყნის გმირები აქილევსი ჰიფსიპილეს ჰერაკლე დეანირეს, სიგფრიდი კრიმჰილდეს და მატო სალამბოს მიერ. ჰამლეტის სიტყვები და სასახელო ძლიერ საქმეთა დიდად განზრახულთ წინეღობება ოფელია. მე სწორედ ისე მესმის, როგორც ვაჟური და ქალური საწყისის ბრძოლა. ჩვენი ბუმბერაზი პოეტის ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელის გმირი მინდია მზიას გამოგახდა უგერგილოთ და ყროლადა დაცარიელ და ცოდნითა დაიღუპა ეს ვაჟური და ქალური საწყისი ფრიად საგულისხმო არის ვაჟას გველის მჭამელში ვაჟური გმირული საწყისის გათვალისწინების მერმე სულ სხვაგვარი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ ფშაველი პოეტის ფსევდონიმს ვაჟას. მე ამ საკითხზე ტომებს ავწერ. ყვიროდა და ბაქიაობდა პლატონ მოგველაძე. კორნელი არ იზიარებდა პლატონის ფილოსოფიას. მატოს და სალამბოს ტრაგედიას ის ხედავდა კართაგენში გამეფებულ რელიგიის სიმკაცრეში და იმ ადამიანზე მის ულმობელ ბატონობაზე. თავლაში კანარეიკა კაკო ბაქრაძე შემოფრინდა და კორნელის ახალი ამბავი მიახარა. კორნელი, დედა შენი მოვიდა. დედა? ხო, მალე წამოდი, კაპიტანი ალექსიძე გეძახის. კორნელის გული საგულედან კინახამ არ მოუვარდა და ჩიტივით აუფართხალდა. კორნელი არტილერიის პარკთან გაჩერდა. გულზე ხელი მიიდო და დეიდა დარეჯანი ბავშვობისას რომ შეულოცავდა ხოლმე, ისე ჩააბულბულა. გულო, მოდი საგულესა, გულო, ნუ შეგეშინდებაო, გულო, მოდი საგულესა, გულო, ნუ შეგეშინდებაო. მერმე ჩექმის ყელი ამოსჭიმა, ბუხრის ქუდი გაისწორა და ყაზარმისაკენ გასწია. აგერ ქალბატონო, თქვენი ვაჟკაცი მობრძანდება, უთხრა კაპიტანმა ალექსიძემ კორნელის დედას. ტერეზა 60 წელს მიღწეული ქალი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზი და იერიანი. შავი პალტო ეცვა და შავ შლაპაზე სირაქლემას ფრთა გაეკეთებინა. შვილის დანახვისას მასაც გულის ცემა აუვარდა, გაფითრდა, მაგრამ თავი დაიჭირა. შავი ლამაზი თვალები ოდნავ დახუჭა და ასე შეხედა კორნელის. ეს არისტოკრატიული ჩვეულება სიბერეში შეენარჩუნებინა. ახალგაზრდობის ჟამს ლორნეტსაც ატარებდა.
თუმცა მისი მახვილი და მარჯვეთ მხედველი თვალები არ საჭიროებდნენ ამას. ხშირად იცვამდა ამორძალთა საცხენოსნო კაბას ამაზონს და ჯიშიან ფაშაც აჯამეთში მიაჭენებდა. ტყეში ლარივით გაჭიმულ გზაზე ჭაბუკი თავადების ამალა მისდევდა, ვით კავალრები პრინცის ქალს ბულონის ტყეში. ოდესღაც პრინც ოლდენბურგის სასახლეშიც ხშირად დაიარებოდა, რადგან ოლდენბურგის ცოლი ქართველი თავადის ქალი მისი ბავშვობის მეგობარი იყო, მაგრამ ჟამთა ვითარებამ და სოფელში გამუდმებულმა ცხოვრებამ თანდათან წაშალა მისი არისტოკრატული ჩვევები და ქმარშვილით ჩაპარკულმა, ამჟამად ქვრივმა, მუყაითმა, ჭირისა და ლხინის მომსწრე ხელმოკლე ქალმა თან ჩამოიტანა თბილისში ზემო იმერეთის სოფლის სურნელება, იქაურების ნარნარი ქართული, გონება מחვილობა და ზნეჩვეულება. კორნელი შეჩერდა, გაიჭიმა და კაპიტანს ხელი აუღო. ჯარისკაცს დაბამბული უშნო სათბური ეცვა. თავზე წოწოლიკა ბუხრის ქუდი ეხურა, სახე მზეზე გატრუსოდა. თათარს დამსგავსებიაო, გაიფიქრა ტერეზამ და გულს ჯავრი შემოაწვა. კორნელი შეძახა მან და შვილს მოეხვია. კორნელიმ ხეპრედ გაუწოდა სახე. დედას არ წყენია, რადგან კარგად იცოდა, რა თბილი გულით ზგერდა, გარეგნულად უხიაკი და კუშტი შვილის მკერდქვეშ. უხიაკობის გამო ტერეზა დაცინვით კულუმბურს ეძახდა. კორნელიმ დედასთან ერთად მოსული, ტერეზას მიერ ნაშვილები და გაზრდილი ლამაზი გოგო მარო გადაკოცნა. ვარდოს ესტატეს და ნინოს მიესალმა. ჭუჭყიანი ხელი უჩვენა მათ და ბოდიში მოიხადა. უკაცრავად თავლაში ვიყავი. ნინო მამასთან იდგა და კორნელის უღიმოდა. დედისა, მაყაშვილთა და კაპიტნის წინაშე მდგარი ჯარისკაცი ღელავდა. იგი გაფითრებულიყო, დედას გამხდარი და გალახული ეჩვენა. ყაზარმა საპყრობილედ წარმოიდგინა, შვილი კი პატიმრად. კორნელი, ეს რა ჩაგიდენია, ბიჭო? დედას არაფერი არ უნდა ჰკითხო? აქ რა გაგაძლებინებს ასეთ სიბინძურეში? აქ რა ჭამა და სმა გექნება შესაწყალო? ღელავდა დედა და შვილს ისევ ბავშვსავით მიეხუტა. ნუ დარდობთ, ქალბატონო, ჩვენი ჯარისკაცები ცუდ პირობებში როდი ცხოვრობენ, დაანუგეშა კაპიტანმა ტერეზა და მერმე კორნელის მიუბრუნდა. წაიყვანეთ დედა თქვენი ყაზარმაში, უჩვენეთ როგორ ცხოვრობთ. ამ დროს გრიგოლი და სანდრო მოვიდნენ და ტერეზამ მათაც იგივე უსაყვედურა. ჯარში რა გინდოდათ? ჯერ წიწილაც არ დაუკლავს კორნელის, ახლა კი ომში წასვლას აპირებს. კორნელი დედას მიუბრუნდა და დატუქსა. ეგრე ნუ ამბობ, დედა, კაპიტანთან ნუ მარცხვენ. სტუმრები ყაზარმაში მეორე სართულზე ავიდნენ. გრძელ ოთახში სასწაულო გუნდი იყო მოთავსებული. კარებთან მორიგე იდგა. ოთახის კედლების გასწვრივ ჯარისკაცთა საწოლები იყო გამწკრივებული და შაშხანები ჯოჯგინად დაედგათ. იქვე მაგიდაზე დაშლილი ზარბაზნის ნაწილები ეწყო. კედელზე ნახაზები, ცხენის ანატომიისათვის თვალსაჩინო სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო სურათები, სქემები და რუქები ეკიდა. 4 მხედარი ფარიკაობდა. ზოგნი უნაგირის ნაწილთა სახელებს ზეპირობდნენ. ფანჯარასთან შვახნის კაცი იწვა და წიგნს კითხულობდა. შავგრემან და ჭაღარაშერეულ ჯარისკაცს ლაჯებში ვიოლონჩელი ჩაედგა და გამებს ზეპირობდა. ნინომ დაიძახა, ყაზარმაში მუსიკოსებიც ყოფილან? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
დაუდასტურა კაპიტანმა, რა ჯურის ხალხი გინდათ ჩვენ რომ არ გვყავდეს, მუსიკოსები, პოეტები, ფილოსოფოსები, ექიმები, ქიმიკოსები, ინჟინრები, სხვათა შორის მიუბრუნდა კაპიტანი ესტატე მაყაშვილს, ვექილებიც, ეი შენ, ჭედლიშვილო, უყვირა მან მუსიკოს, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ყაზარმაში ვიოლონჩელის მოტანა არ შეიძლება. აკითხოვეთ ბატონო კაპიტანო, მიუგო მჭედლიშვილმა, არ შეიძლება. ყაზარმას კონსერვატორიად ვერ გადავაქცევთ. უვიოლონჩელოთ ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ნაღვლიანად შენიშნა მჭედლიშვილმა და გრძელითმა გაისწორა. გასძლებთ, დარდი ნუ გაქვს, გასძლებ. შეინახე, უბრძანა კაპიტანმა. მჭედლიშვილმა საწოლის ქვეშიდან ბუდე გამოაცურა და შიგ ვიოლონჩელი ისე დარდიანად ჩასდო, თითქოს აკვანში ავადმყოფ ბავშვს აწვენსო. კაჭკაჭიშვილო, რა დროს წოლა და წიგნის კითხვა? გასძახა ახლა კაპიტანმა გრძელი ოთახის ბოლოში წამოწოლილ ჯარისკაცს. ჯარისკაცი წამოხტა. იგი მარჯვეთ ვერ იხედებოდა, სათვალე გაისწორა, ოთახში შემოსული სტუმრები დაინახა და დაიბნა. დინჯად წავიდა მათკენ. ესტატე ღიმილით მიეგება და უთხრა: თქვენც აქა ხართ, დათა? დიახ, მიუგო დათამ. იგი ესტატეს მიესალმა, ვარდოს და ნინოს ხელზე აკოცა. მერმე ტერეზა გააცნეს. ტერეზა ამ დროს გრიგოლ ცაგურიშვილს ელაპარაკებოდა. შვილივით უყვარდა ეს ობოლი ბიჭი. იქვე მარო მიტო ჩიკვაიძეს ესაუბრებოდა. კაპიტანმა ტერეზას უთხრა: ცაგურიშვილი ჩვენი პოეტია. აკი გითხარით ქალბატონო, ეშმაკმა იცის ყაზარმაა ეს, კონსერვატორია, უნივერსიტეტი თუ წერალთა კლუბი. თქვენ უნდა ამაყობდეთ ასეთი ჯარისკაცებით, ბატონო კაპიტანო. შენიშნა კაჭკაჭიშვილმა, ჩიბუხი გააბოლა და გაპარსული ბაგე მოკუმა. დავით კაჭკაჭიშვილი შვატანის კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფართო ბეჭებიანი. წვივებზე გამაშები გაეკეთებინა. გაპარსული სახე სისხლისაგან დაშრეტოდა. ფართო სახე მაღალი მყრიმალი და მოღრეცილი ცხვირი ჰქონდა. წაბლისფერი და აცრემლებული თვალების უპე შემსივნებოდა. მელოდ თავზე გვერდებიდან ნასესხები თმა ღერებად გადაევარცხნა. იგი პარიზში სწავლობდა და პროფესიით ქიმიკოსი იყო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების მერე ქიმიკოსობას ჟურნალისტობა არჩია. მას ისე როგორც პლატონ მოგველაძეს დაუსრულებელი ლაპარაკი, ორატორობა, ფრანგული რომანების კითხვა, ფილოსოფიისა და ხელოვნების ცოდნით კვეხნა და ბაქიაობა უყვარდა. თანაც ამაო ოცნებაში და უსაფუძვლო გეგმების შედგენაში ატარებდა დღეებს. აქ ახალი საბადოები უნდა აღმოეჩინათ, იქ ქარხნები და ელსადგურები აეგოთ. მტკვარი რიონისათვის შეერთებინათ და შავი ზღვისაკენ გადაეგდოთ. საქართველოსა და რუსეთს შორის მთები უნდა გაეჭრათ, გვირაბები გაეთხარათ და ტრანსკავკასიის რკინიგზა გაეყვანათ. შავ ზღვაზე ვერფები აეშენებინათ. საქართველოს ტერიტორია ტრაპზონიდან დარუბანდამდე უნდა გადაჭიმულიყო. ქართველობა ნახევარი საუკუნის განმავლობაში 25 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. ყველა მისი გეგმა მოკლებული იყო პოლიტიკურ, ეკონომიურ დასაბუთებას. როგორც პროექტის ავტორისათვის, ისე იმისთვისაც, ვინც მათ ეცნობოდა, საიდუმლოებას წარმოადგენდა ერთი რამ: ვისი დახმარებით, ვის ხარჯზე, რა თანხით აპირებდა იგი ყველა ამ გრანდიოზული მშენებლობის განხორციელებას. რამდენი დაჯდება ტრანსკავკასიის რკინიგზის აგება? დაინტერესდა ერთხელ კუკური ზარანდია. მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ საქმე ჰქონდა,
არასრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანთან 200,500,350 მანეთი მიუგო კაჭკაჭიშვილმა ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით მაქვს გამოანგარიშებული ამბობენ რომ შენ მთავრობის თავმჯდომარის ევგენი გეგეჭკორის ნათესავი ხარ დამეხმარე რკინიგზის პროექტის დამტკიცებაში მანამდე კი ძალიან მიჭირს და 50 მანეთი მას ესხე როცა ეს პროექტი დამტკიცდება მაშინვე მოგართმევ განასულელია საკითხავია ვინ დარჩა გაბითურებული დათა თუ შენ გადაიხარხარეს ზარანდიას მეგობრებმა ეს ოხუნჯობა დიდხანს ტრიალებდა ხალხში ახლა დათა კაჭკაჭიშვილი ესტატეს მის მეუღლეს და ქალს ართობდა ფრანგულად ესაუბრებოდა მათ ფრანგული ჟღურტული უჩვეულოდ გაისმოდა ყაზარმაში ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა ნინო ნიშანში ამოიღეს ესტატეს ქალს ძალიან შვენოდა შავი ბეწვის პალტო და ასეთივე ქუდი დათას ფრანგული კორნელი შეშურდა ცალი თვალით ნინო შეხურებდა დათა ფრანგი მწერლის წიგნს ფურცლავდა და მის ნოველის გამო ახტაცებით ლაპარაკობდა ნინო ღელავდა და მთელი არსებით განიცდიდა ნოველის სიუჟეტს თითქოს იქ მოყოლილი ამბავი მართლაც გუშინ მომხდარიყოს თითქოს იქ მოქმედი პირი უარყოფილი სიყვარულის გამო გაუბედურებული ქალი ნინოს საყვარელი მეგობარი ყოფილიყოს და ნამდვილად გუშინ განეტევებინოს სული გრიგოლმა თვალი უყო კორნელის რაც ნიშნავდა დათა კაჭკაჭიშვილს დამიხედეო ამ დროს ტერეზამ შვილის ლოგინი დაათვალიერა და ამოიოხრა ზღვის ხმელი ბალახით გატენილ ლეიბზე და ამ თხელი საბნის ქვეშ როგორ ძლებს შესაწყალო როგორ ხვები დედა რა მიშავს როგორ თუ რა უშავს მიუბრუნდა ტერეზა მაროს შენ ხომ კარგად გახსოვს ბუმბულში ვაწვენდი ჩიტის რძე არ მომიკლია კორნელიმ აღარ აცალა სიტყვების დამთავრება და უკმეხად მოუჭრა კმარა აქ იქ თხოვე ნუ მარცხენთქო აქ ყაზარმაა და არა სანატორიუმი მუხლმოკვეთილი ტერეზა კორნელის საწოლზე ჩამოჯდა ესტატე და კაპიტანი ალექსიძე კი ფანჯარასთან იდგნენ და გაწყვეტილ საუბარს განაგრძობდნენ თურქებმა იციან ჩვენი სისუსტე და არავითარ ანგარიშს არ გვიწევენ დაიწყო ესტატემ ყარსისა და არდაგანის დაკავებით რომ დაკმაყოფილდებოდნენ ვინო ხერი დაეძებს თურქთა სარდლობა ისე ეთამაშება ჩვენს დელეგაციას ტრაბზონში როგორც კატა თავს კიდევ რა ამბავი ისმის თურქეთიდან ბატონო ესტატე ჰკითხა კაპიტანმა თავრობის წევრებთან დაახლოებულ ვექილს ახალი ამბავი ის არის რომ მოლაპარაკებიდან არა გამოდის რა თურქები ბათუმს უახლოვდებიან დღეს თუ ხვალ შემოუტევენ კიდეც კაპიტანმა თვალები გადმოკარკლა და ჯარისკაცებს მისი ნათქვამი რომ არ გაეგონათ ტუჩზე ხელი მიიფარა და ესტატეს ყურში სასოწარკვეთილი ხმით ჩასძახა და გააბა ბატონო ესტატე რა გვეშველება მენშევიკების ჩხირკედელაობა თუ არ გათავდა ამიერ კავკასიის სეიმი არ დაიშალა და ქართველებმა ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გამოვაცხადეთ ისე არაფერი არ გვეშველება თურქები პირდაპირ გვეუბნებიან ამას მაშინ თქვენთან ცალკე შევთანხმდებითო მიუგო ესტატემ მერმე დავშალოთ სეიმი და გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა იყვირა კაპიტანმა უნდა დავშალოთ დაუდასტურა ესტატემ დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ რაღაც უცდით ამბობენ გერმანია თანახმაა
საქართველოს მფარველობა გაუწიოსო, მაშინ თურქები ვერას დაგვაკლებენ. თურქები ისედაც ვერას დაგვაკლებენ, თავრობამ მთავარი ყურადღება რეგულარული ჯარის შექმნას თუ მიაქცია. ვინ გამოიგონა მენშევიკების სახალხო გვარდია, მათი ბრძოლა ვინ გაიგონა? ისინი ომის დროს მიტინგებს და ლაყბობას გამართავენ და მერმე თხებივით დაიფანტებიან. დაიხსომეთ, ეგ ჩემი სიტყვა, უთხრა კაპიტანმა ესტატეს და ამოიოხრა. ეხ, ძველი 2 საარტილერიო ბრიგადა და ძველი საიმედო ჯარისკაცები რომ ყავდეს, თურქებს ტყავს გავაძრობდით. წარმოიდგინეთ, ბატონო ესტატე, ჩვენი ოფიცრების მდგომარეობა, რა უნდა გავაწყოთ მტრის წინააღმდეგ ასეთი ჯარისკაცებით? კითხა კაპიტანმა და ყაზარმაში მდგარ ჯარისკაცებზე მიუთითა. ესტატე გაოცდა. განა ესენი ცუდი ჯარისკაცები არიან? არა, მე არ ვემდური მათ. მიკიბულ მოკიბულად მიუგო კაპიტანმა. ესენი კარგი ბიჭებია, მონდომებულნიც არიან, მაგრამ მე არ შემიძლია მარტოღა სტუდენტების მოწაფეების იმედით ომი. ესენი ნაზი და სათუთი ხალხია. ეხ, ისევ ამოიოხრა კაპიტანმა. ჩემი ახმახი და ურა ბიჭები სხვა მეომრები იყვნენ. ტყავს ვაძრობდი, კაცრი დისციპლინის ჯარდაკში ვატარებდი. ომშიც იმიტომ ვენდობოდი, ტყვის არ ეშინოდათ. სტუდენტებს კი რა მოუხერხო? მერიდება გავამათრახო სტუდენტები, ჩემებურად ხელი მოუჭირო და წვენი ვადინო, თორემ იცოცხლეთ, ისინიც კარგი ჯარისკაცები დადგებოდნენ. კაპიტანს ბაგე დამცინავი ღიმილით მოეღრიცა. განა ეგეთი ცუდი დისციპლინა გაქვთ? ჰკითხა ესტატემ. უიმე, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უიმედოდ ჩაიქნია ხელი კაპიტანმა. ჩექმის ყელზე სტეკი შემოირტყა, ოთახს გახედა და ზედმეტად დარწმუნდა თავისი სიტყვების სიმართლეში. სანამ იგი ესტატესთან დისციპლინაზე საუბრობდა, მისი ჯარისკაცები ესტატეს ასულს შემოხვეოდნენ. არ შიყებოდნენ. ალექსიძე ფანჯარას მოშორდა და ნინოს გაუღიმა. კაპიტანო, შეიძლება თავლაში თქვენი ცხენები ვნახოთ? ჰკითხა ნინო. როგორ არა, წამობრძანდით. მიუგო კაპიტანმა და მწითური ვაშკაცი, ცხენოსანთათვის დამახასიათებელი ფართო ნაბიჯითა და დეზების ჟღარუნით ნინოსაკენ გაეშურა. თავლაში ბაგაზე დაბმული ცხენები ქერსა და თივას ახრამუნებდნენ, აქა-იქ ჭიხვინებდნენ, ერთმანეთს კბენდნენ, ფაფარში აფრინდებოდნენ და წიხლებსა სცემდნენ. აცდენილი წიხლი ბაგეთა ტიხრის ფიცრებზე ბრაგვანს ადენდა და ქალები თავლაში შესვლას ვერ ბედავდნენ. მორიგე, ისეთი ძლიერი ხმით იყვირა კაპიტანმა, რომ ქალებს გული კინაღამ არ შეუღონდათ. ცხენებმა თითქოს იგრძნეს უფროსის მოსვლა და მისი გაბრაზებაო უმალვე სიჩუმე ჩამოვარდა. მორიგემ კაპიტანთან მიირბინა და გაიჭიმა. მორიგე კორნელის მაგივრად დარჩენილი პეტრე ცხომელიძე იყო. რად დაგიბავს ჩემი ცხენის გვერდით ეგ ფაშატი? სად არის შენი მათრახი? ჰკითხა კაპიტანმა. აქა მაქვს, მიუგო მორიგემ და ბოძზე ჩამოკიდებული მათრახი ჩამოიღო. ცხენებმა ისევ მორთეს ჭიხვინი და ერთმანეთს წიხლი დაუშინეს. ულაყმა ავშარა გასწყვიტა, ყალღზე დადგა და ფაშატისაკენ გაიწია. როს დგეხარ, ნაცარქექიაო, მიდი მისცხე, გადაუჭირე მათრახი, უბრძანა კაპიტანმა. მორიგე გაუბედავად მიეპარა ულახს, მათრახი გადაუჭირა და ისევ თავის ბაგაზე დააბა. მუქ წაბლისფერმა ულაყმა გიაურმა თავისი პატრონი იცნო, ყურები აცქვიტა.
ქვიქვირიში ათამაშა წევარსავით შევარდნილი მუცელი დაძაბა ნესტოები დაებერა და ხვიხვინი მორთო რა ბავში ხარ ყაჩაღო მე შენ გიჩვენებ სეირს გაუწყრა კაპიტანი გავაზე ხელი შემოჰკრა და კედელთან მიაგდო მერმე მივიდა და ხავერდივით ნასსა და ატლასივით ლასლასა ფაფარ შეკრეჭილ გრძელ კისერზე ხელი გადაუსვა წორილ ფეხებზე მდგარი გიაური შეტორტმანდა და ბაგეზე თამაში დაიწყო დამშვიდდი შენ გეუბნები დამშვიდდი გიაურო დამშვიდდი მოეფერა კაპიტანი რა ლამაზია ახტაცებით დაიძახა ნინო რა ჯიშისა ჰკითხა კაპიტანს ესტატემ ინგლისურ არაბულისა ატესტატი აქვს რა საკვირველია ამის წინაპარი ლორდ ბერნჰემის ქარხნიდან იყო და კაპიტანი მოხვა გიაურის გენეალოგიას ომის დროს როდესაც ბარათოვის ცხენოსანი კორპუსის კაზაკებმა საარაკო რეიდი გააკეთეს თურქეთის ტერიტორიით და ინგლისელთა მესოპოტამურ არმიას შეუერთდნენ ინგლისელ გენერალს გიაური პოლკოვნიკ ამილახვრისათვის უჩუქებია მერმე ამილახვარმა ულაყი ალექსიძეს დაუთმო მზის სხივები თავლის ღია კარებში შეჭრილიყვნენ და ცქერად წასულ ნინოს მისდგომოდნენ ქალის შუქიან თვალებს შავი წამწამი შესჯაროდა და სპილოს ძვლისფერ ღაწვებზე მიჰფენოდა გიაურმა თითქოს იგრძნო ქალის ცქერა კისერი წაიგრძელა ნინო შეხედა და ჩაიხვიხვინა ნინომ გაუღიმა კორნელი ქალს გვერდზე ედგა ისე რომ ნინოს პროფილი გიაურის გრძელსა და ოდნავ მოღუნულ კისერზე ახატულიყო მეტად შეჰფეროდნენ და შეშვენოდნენ ერთმანეთს ლამაზი ცხენი და შვენიერი ასული ნინომ სიყვარულით სავსე ცქერა დაიჭირა კორნელისა და მამას მიეტმასნა და ჰკითხა თქვენ ვლით გიაურს დიახ მიუგო კორნელიმ თავის სახელის გაგონებისას გიაური ისევ ატოკდა ათამაშდა ტანზე აყრილი კუნთები აუძიგძიგდნენ მერე კაჟივით შეექმნენ და დაუშვიდნენ თითქოს ასულის სიტყვები ნაზი ხელის გულივით გადაუსვეს ჩაზნექილ ზურგზედო გრძელი კისერი და პატარა თავი ისევ ნინოსაკენ მიიბრუნა თქვენ აშკარად მოეწონეთ ჩემ ცხენს უთხრა კაპიტანმა ნინოს ნინომ გაუღიმა და მერმე ისევ გიაურს შეხედა ცხენს საფეთქელსა და ყბებსა და ვარდისფერ ნესტოების მიდამოში მავთულივით დაგრეხილი სისხლით ახსილი ძარღვები დაუნახა გიაური ანთებული თვალებით მიშტერებოდა უცნობ ქალს მის ვარდისფერსა და ფართო ნესტოებიდან ცხელი ოხშივარი მოჰქროდა და ნინოს ღაწვზე მიმოფანტულ თმას არხევდა რა იყო რას მაშტერდები ხომ არ მიცანი გულუბრყვილოდ ჰკითხა ნინო გაუცინა და ყველასათვის მოულოდნელად ცხენთან გაბედულად მივიდა კისერზე ხელები მოხვია შუბსა და ქოჩორზე გადაუსვა კაპიტანი გაოცდა საკვირველია გიაური ჩემს გარდა არავის იკარებს ნინო კარგი მხედარია იგი თავის პაპას ჩემს მამას ნოდარს აღგავს მამა ჩემი მხნე მეომარი და განთქმული მხედარი იყო გაგიჟებით უყვარდა ცხენები ამაყად განაცხადა ესტატე მაყაშვილმა ვარდოს კი გული მისდიოდა და უკვირდა ეს რა გააკეთა ჩემმა ქალმაო კორნელი ძღელავდა გიაურმა რამე არ შეამთხვიოსო ნინომ შეატყო და ჰკითხა კორნელი თქვენ ხომ არ უფრთხით ცხენს კორნელი კარგი მხედარია მიუგო კაპიტანმა და მერმე კორნელის უბრძანა გამოიყვანე ცხენი აბა მიდი შენებურად
კორნელიმ მაღალი ლურჯა გამოიყვანა, თავლის წინ დააყენა და ზურგზე შეახტა. ფეხები მაკრატელივით გაშალა. ჰაერში კალმახივით შებრუნდა და ცხენს პირუკუღმა მოექცა. ზურგით თავისაკენ. ახლა გავაზე ხელი დაჰკრა, კვლავ შებრუნდა, ხელებზე აიმართა, ყირაზე დადგა და მერმე ჩამოხტა. ტერეზამ შეჰკივლა. ნინომ კი ჩაიკისკისა. ცხენებმა ისევ ჭიხვინი მორთეს. ყალღზე დადგნენ და ერთმანეთს წიხლი დაუშინეს. მორიგემ მათრახით დააშოშმინა ისინი. კაპიტანმა სტუმრებს ყველა თავლა შემოატარა და ისე გაასავათა ისინი, რომ ტერეზამ ვარდო შესჩივლა. კაცო, რა კაზაკები ჩვენ ვიყავით იმ ოჯახაშენებულმა კაპიტანმა ბრიგადის ყველა თავლა რომ მოგვატარა და იმ გიშ ცხენებს გადაგვატარა. უკვე ღამდება და კორნელისთვის ორი სიტყვის თქმაც კი ვერ მოვასწარი. ალექსიძემ, დათა კაჭკაჭიშვილმა, სანდრომ და კორნელიმ, ტერეზა, მარო და მაყაშვილები სამხედრო გზამდე მიაცილეს. კორნელი დედას მიჰყვებოდა და მისგან ნაცნობ დარიგებას ისმენდა. არ გაცივდე, ღვინო არ დალიო, თავი იპატიე, თავს გაუფრთხილდი. ომში თუ წაგიყვანეს რა მეშველება. კორნელიმ დედა დაამშვიდა და საუბრის შეცვლის მიზნით ჰკითხა. კარისმერეთში რა ამბავია? დიდი არეულობა, არნახული ყაჩაღობა, ღამით თოფის სროლა და შიშიანობა. ცუდი დროება დადგა შვილო, წუხილით მიუგო ტერეზამ და განაგრძო. ახლა თურქები მოგვადგნენ ზეკარზე. ზეკარი თუ გადმოლახეს, შენს მტერს მაშინ. ჩვენმა იონამ ბევრი იქადაგა კარისმერეთში, ჯარში წასულიყვნენ ყოფილი ჯარისკაცები და ახალგაზრდები. კარისმერეთელები ჩვენ ბრიგადაშიც არიან, გალაქტიონ გელაშვილი და რაჟდენ ტურიაშვილი, შენიშნა კორნელიმ. რას ამბობ? გალაქტიონი და რაჟდენი აქ არიან? გაუხარდა ტერეზას, მაგრამ მერმე დარდიანად უთხრა შვილს. გლეხებისგან მოსვენება არ აგვაქვს, განსაკუთრებით კი ჯარისკაცებისაგან. საწოდავი ბიძაშენი ოტია, იმ ყაჩაღებს უნდათ წაართვან, მას სარკოიაში ვენახი. გლეხებმა სულთლად დაჰკარგეს სინდის ნამუსი. ჩვენს ხანებში, ნაბოგირევში, ჭინჭარეულში და ქვესაბერტყელაში მოწეული ჭირნახული თლიანად დაისაკუთრეს. დანარჩენი ყანების მოსავალი? ჰკითხა კორნელიმ. დანარჩენი ყანების მოსავალი რას გვიშველის? სარბევში ნაკლები მოსავალი იცის, სულ სხვა ყვირილას სანაპიროები, დიდველისა და ნაბოგირევის ბოღაზები, მიუგო ტერეზამ. რა გაეწყობა? დაამშვიდა კორნელიმ დედა, თვითონ კი ფიქრობდა, რაღა რევოლუციაა, გლეხებს თუ ისევ ამუშავებენ მემამულეთა მიწებზე. ნათლად წარმოუდგა სამშობლო სოფელი, კარისმერეთი, განსაკუთრებით გეოგრაფიული სახელწოდება მოსწონდა, ჭინჭარეული, ნაბოგირევი, სარბევი, ქვასაბერტყელა. დედა ისევ შესჩიოდა. სანიავოზე და მთაშუბანზე ტყე აგვიჩეხეს გლეხებმა. საოცრად თვითნებობენ და კაცი პატრონი არ არის ჩვენი უფლება და ადგილ-მამული რომ დაიცვას. იმისთანა ხეები დააფინეს იმ შეჩვენებულებმა, რომ ვნახე გული მეტკინა. რამდენი საწნახელი, ბოძები, საძირკვლები, ფიცრები და ლარძაყინები გამოვიდოდა, ვინ მოთulis? ლარძაყინები. გაიმეორა კორნელიმ და გაიფიქრა. სად იშოვნონ გლეხებმა ტყე, თუ კი ყველა ტყე სახელმწიფოს და მემამულეებს ეკუთვნის. ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა ტერეზა და მაყაშვილები საბურთალოს მაღლობიდან ბილიკით
სამხედრო გზაზე გაიყვანეს. იქ დაემშვიდობდნენ და უკანვე გამობრუნდნენ. კორნელი მარტო დარჩა საბურთალოს მაღლობზე და სამხედრო გზაზე მიმავალ დედას, მაროს და მაყაშვილებს კარგა ხანს გასცქეროდა.